Დღემშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. Თქვენთან მოვედი ესეთი ცოტა დიდი ხნის პაუზის შემდეგ და მოდი ახლა გავარკვიოთ თუ რა გაგახარებთ აი მოკლე ვადაში. თუნდაც აი ახლა სიყვარულის დღე თუ ვალენტინობის დღე მოდის და გავარკვიოთ ახლა ვინ გაგვახარებს ან რა გაგვახარებს, რა გაგვიხარდება. Დასხედით, მოეწყეთ, განეწყვეთ, ჩაიფიქრეთ ეს თემა, რა გაგახარებთ მოულოდნელად, ან თუნდაც ვინ. და მე დავიწყებ ახლა თქვენი დახასიათებით და თქვენი ენერგიების. ელოდებით რაღაც სირთულეების დაძლევას, გინდათ რომ იყვეთ პასუხისმგებლიანები, გინდათ რომ იყვეთ ძლიერები, გინდათ რომ იყვეთ შეყვარებულები და რა გავაკეთო, მაგრამ აი ესე ხართ მეგობრებო. ძალა გამოლეულები ხართ, რაღაც დაბლოკილები ხართ. შეიძლება ბევრი თქვენთაგანი თქვენ პარტნიორთან ბლოკებში იყვეთ, ან თქვენ დაბლოკეთ, ან მან დაგბლოკათ, რა ვიცი სიყვარულის ისტორიას ყველას ვერ წარმოიდგენ, თუმცა გეტყვით ერთ რამეს, რომ ბლოკებში ხართ კი. და ტრანსფორმაციაში ხართ მეგობრებო და ეხლა მოკლედ ბალანსის შენარჩუნებას ცდილობთ თუ აღდგენას, სამართლიანობის აღდგენას ცდილობთ და მოკლედ ხართ ასეთ ენერგიებში. კიდევ როგორ ენერგიებში ხართ? ოღ რა გავაკეთო? თქვენ და თქვენი იმპერატორი, აი არ ვიცი, იმპერატორის მოლოდინის ემოციებში, ენერგიებში ხართ, აი ლოდინის ენერგიებში ხართ, ელოდებით ადამიანს როდის მოვა აი ესე სიყვარულის თასებით, როდის გამოვა აი ამ რაღაც დამარცხებებიდან, თუმცა თქვენი ურთიერთობა არის აი მეგობრებო მიჯაჭულობა ურთიერთობაში, თითქოს ეს ადამიანი სადღაც გამგზავრებულია, ერთად არ ხართ, არის გაუგებრობაში და არის მთვარეში და ყვავებში. მოკლედ ბრძოლობს რაღაცისთვის თქვენი პარტნიორიც, არ ვიცი რატომ ამოვიდა მისი ენერგიები, მაგრამ თქვენც გრძნობთ ალბათ ამ ყველაფერს და თქვენი მყოფებით სამკუთხედებში, ასე რომ თუ კი თქვენს დახასიათებას მეგობრებო, ქართული მავიწყდება თუ რა მჭირს, არ ვიცი. თუ კი თქვენს დახასიათებას ემთხვევა და ენერგიებს გააგრძელეთ ყურება, ენაც მებმება და გავიწყოთ ახლა რა გაგახარებთ მოულოდნელად. რა ან ვინ? ვინ? ჯერ რა გაგახარებთ მოულოდნელად, ის გაგახარებთ, რომ აი რაღაც მსვლელობას დაიწყებთ, რაღაც გახვალთ ამ თქვენი აღმართული ჯებირებიდან ნელი ნაბიჯებით. რა გაგახარებთ და ის გაგახარებთ, რომ ამ კარტიდან კიდევ მეორე იმას ვიტყოდი, რომ თქვენი პარტნიორი გამოვა გაუგებრობიდან და გაგახარებთ იმას, ფიქრობს თუ როგორ გამოვიდეს აი ამ რაღაც გაუგებრობიდან, ამ ცუდი ნეგატივებიდან და მე მგონი თქვენს პარტნიორს უნდა რაღაც ახალის დაწყება. ახალი ცხოვრების დაწყება, სიახლეების დაწყება, თითქოს მოწერას ცდილობს, ხედავთ აგერ როგორ უკავია წიგნი თუ რვეული თუ პასტა, არ ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით და რაღაცის მოწერას ან ახალის დაწყებას ცდილობს თქვენი პარტნიორი. რა გაგახარებთ? და ის გაგახარებთ, რომ თითქოს და თქვენი პარტნიორი მეგობრებო რაღაც ნელი ნაბიჯებით თქვენსკენ გამოვა კონტაქტზე, გამოვა ეცდება, ეს იქნება შეტყობინებით და რაღაცა შეგატყობინებთ. შეიტყობთ ალბათ მის გადაწყვეტილებას. აი რა გადაწყვეტილებას? რა გადაწყვეტილებას შეიტყობთ? რა გადაწყვეტილებას შეიტყობთ, რომ გეტყვით, რომ ალბათ თქვენ ხართ მისი საკუთრება და თქვენ ხართ მისი მიღწევები, თქვენ ხართ მისი ყველაფერი, ენერგიის წყარო. კიდევ რა გაგახარებთ მოულოდნელად? აი ეხლა რასაც ვსაუბრობ, ყველაფერი ეს. გაგახარებთ ის, რომ მოვა აი ესე სიყვარულის თასებით, თქვენ მას ელოდებით და გეტყვით, რომ თქვენ შენ მე მელოდები ვიციო, ამას გეტყვით? აუცილებლად მოვა მეგობრებო. აი მოდის, თქვენი პარტნიორი მოდის, ნახეთ თქვენსკენ იხედება, თქვენსკენ გზა უნდა სიყვარულით, ჩემო ძვირფასებო, აი რა ვქნა. ეხლა ბევრმა იქნებ დამიწეროს ის, რომ აი ყოველთვის ესეთი გაშლები გაქვთ და ყოველთვის როგორ კარგი ხდება და ნუ მე უფალი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ცუდი ვილაპარაკო, მაპატიეთ. აი თქვენი გადაწყვეტილება პარტნიორის, აი თქვენი ტრანსფორმაცია პარტნიორის, თქვენი პარტნიორის ტრანსფორმაცია, რომ ეს ადამიანი აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენსკენ და ეს იქნება უკვე თქვენი ურთიერთობის ტრანსფორმაცია. მოდი ეხლა ვკითხოთ მეგობრებო. ეხლა ვკითხოთ ჩვენს კარტს. აი ეხლა მოდის ვალენტინობის დღე. აი მოგილოცავთ თუ მოგილოცავთ თქვენი პარტნიორი.
უკან არ დაიხევს, მეგობრებო, უკან არ დაიხევს, ყველანაირად ეცდება. კი ბატონო. მეგობრებო, რა მაგარია, აი, თქვენი პარტნიორიც რაღაც ფორმიანია, რაღაც საზოგადოებაშია, რაღაც წარმოსადეგია, რაღაც პრობლემებიც აქვს, აი, არ ვიცი რა ვთქვა, რაღაც ფორმასთან დაკავშირებული არის. შეიძლება კონდეს კიდევ რაღაც პრობლემები, ოჯახური პრობლემები, ნაწილობრივ დანაკარგები, თითქოს რაღაცაში სჭირდება დახმარება, თუმცა შეკითხვა იყო ასეთი, რომ თუ მოგილოცავთ ვალენტინობის დღეს და კი. ბევრ თქვენთაგანთან კი ძალიან რთულ სიტუაციებშია, როგორ უნდა სიყვარულით მოსვლა თქვენთან მეგობრებო, ბევრი თქვენთაგანთან იქნება ასაკით პატარა რაღაც სხვაობა თქვენ შორის. ძალიან განსხვავებულებიც იქნებით სამყარო. რას გვეუბნება სამყარო? სამყაროს ევედრება, რომ აი როგორმე თქვენი თავი აჩუქოს. უფალს ევედრება, ეკლესიაშიც დადის, აი როგორ მოლაპარაკებებს ფიქრობს, აი ღამე არ ძინავს მეგობრებო. მანიპულატორი ადამიანი ერთი მხრივ ძალიან ძლიერია, უძლიერესია, გაგახარებთ ის, რომ ეს ადამიანი ცოტაკია მანიპულატორი და ოქროსხელება, მაგრამ გაგახარებთ ის, რომ ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე და მოგილოცავთ ვალენტინობის დღეს. ბევრ თქვენთაგანთან მეგობრებო, ყველასთან შეიძლება ვერა, მაგრამ ბევრ თქვენთაგანთან ერთნაირად ყველასთან ვერ რეზონირდება, აი თქვენი ელოდებით. შვიდად გაწონასწორებული, თავაზიანი, სიმპათიური, განათლებული, გამგებიანი, მეგობრული ადამიანი, ძალიან საყვარელი, უსაყვარლესი ხართ მისთვის. აი თქვენ ხართ მისი გამარჯვება. ეს ადამიანი არ ვიცი თქვენ როგორ მიიღებთ ეხლა, მაგრამ თავისი манипуляციებით, თავისი შარმით, თავისი აი ხელმარჯვე ოსტატობით მიაღწევს თავისას, მიაღწევს თქვენთან მიმართებაში თავისას. არ ვიცი ვინ როგორ გამიგებთ ეხლა ამ ჩემს საუბარს, მაგრამ ასეა ჩემო ძვირფასებო. თვითონ ისეთ რაღაცას მოიფიქრებს, რომ თქვენთან ყველაფერი გამოუვა მას. აი თქვენც კიდევ. კიდევ აი ახალი დასაწყისი, მისგან ელოდეთ სიყვარულს, მისგან ელოდეთ ვალენტინობის დღეს, მისგან დააწყებას 2 ტუზი მეგობრებო. ელოდეთ მისგან სიყვარულს, ნიშნობას, არ ვიცი ვის ნიშნობას, ვის ქორწინებას, ვის დიდ გრძნობებს მოგწერთ, ვინ დიდ გრძნობებში გამოგიტყდებათ, ვის თქვენი რწმენა აქვს, ვის დაგიბრუნდებათ ეს რწმენა, ნუ მოკლედ არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან დანაკარგებში ხართ, არა მარტო ის და თქვენც, არა მარტო თქვენ და ისიც, უნდა რომ სტაბილურად, აი მეგობრებო, ორივე ერთნაირები ხართ. ორივე სტაბილურად ხართ თქვენ ცხოვრებაში, ორივეს თქვენი ცხოვრება გაქვთ, ორივეს თქვენი ფინანსები გაქვთ, თქვენი თავმოყვარეობა გაქვთ, თქვენი აი ყველაფერი რაც თქვენ გაგაჩნიათ, ის აქვს მას. კიდევ რა გაგახარებთ მოულოდნელად, მოვა შემოთავაზებებით, მოვა დახმარებებით, მოვა მოკლედ საჩუქრებით, ყველაფრით კიდევ რა გაგახარებთ. ის რომ გამოხვალთ ამ ყვავებიდან და მთვარებიდან, ის რომ ის გულგატეხილობა რაც იყო, ის გაქრება. მოვა მოლაპარაკებებით, შეიძლება ცოტა იკონფლიქტოთ, მაგრამ ნუ არაუშავს, რა ვქნათ. აი შორიდან ესე გითვალთვალებთ, დროს ელოდება, მომენტს ელოდება, ძალა უნდა რომ მოიკრიბოს და მოვიდეს სულელივით. აი კიდევ მესამე ტუზი მეგობრებო. და თქვენ ხართ მისი იმედი, თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი, თქვენ ხართ მისი რწმენა, აი თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ადამიანი და ღირებული და ძვირფასი ადამიანი მის ცხოვრებაში, ასე რომ თქვენით არის ეს ადამიანი ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი, როდესაც თქვენ გხედავთ. თქვენ გხედავთ, რომ სადღაც ანათებთ, თუ კი სოციალურ ქსელში რაიმეებს ტვირთავთ მეგობრებო, არ გეგონოთ რომ არ იცის, ყველა თქვენი ფეხის ნაბიჯი იცის. ძალიან გულგატეხილია იმის გამო, რაც მოხდა თქვენ შორის, აი მეგობრებო, როგორ ცუდათა, ძალიან ცუდათა, ასაკობრივი სხვაობაა თქვენში, თქვენთან ძალიან ბევრი იკამათა, რაღაც გაუგებრობა გქონდათ, ძნელი სიტუაციები გქონდათ, თითქოს და წერტილი დაუსვა ყველაფერს, თითქოს და ბრძოლობს, ძალიან ცუდათა უთქვენოთ და აი იხედება თქვენსკენ მეგობრებო. თქვენსკენ იხედება თქვენი პარტნიორი, ასე რომ ელოდეთ მისგან ნაბიჯებს და ელოდეთ მისგან სასიამოვნო ცვლილებებს, ვის პიკნიკზე დაგპატიჟებთ, ვის რომანტიულ საღამოს მოგიწყობთ, ნუ ვის რა და ვის რა მეგობრებო. ვის რა და ვის რა, ძალიან ბევრი ტყუილი იყო თქვენ შორის, მაგრამ თქვენ ეხლა ესე ხმლების პოზიციაში ხართ და თითქოს არ ღებულობთ, მაგრამ ეს ადამიანი იბრძოლებს, ასე რომ გელოდებით კომენტარებში და აბა დროებით.